სავარაუდოდ დღესვე წარუდგენენ ბრალს ოფიციალურად თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით ყოფილი მაღალჩინოსანი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტია დაკავებული, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ამ თემაზე შალვა სუმბაძე მუშაობს, რომელიც ახლა გვერდება მოამბის პირდაპირ ეთერში. შალვა, გისმენთ. გუშინწყნეთში თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახლში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა სახლიდან დალუქული პარკებით გამოიტანეს სავარაუდოდ ინფორმაციის შემცველი ტექნიკა და ნივთმტკიცებულებები. თუმცა იქამდე ვიდრე დასრულდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, თავდაცვის ყოფილი მინისტრი გადაიყვანეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებით სავარაუდოდ კლინიკა ჰელსიკორში. იქიდან გამომდინარე, რომ როგორც შემდგომში გაირკვა, მას მიღებული ჰქონდა რამდენიმე დღით ადრე თავის ტრამვა და ჰქონდა ტვინის შერყევა და წოლითი რეჟიმი ჰქონდა დანიშნული. სწორედ ამის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით წაიყვანეს ის ტერიტორიიდან. ჩვენ მას შემდეგ კომუნიკაციაზე ვართ მის ადვოკატთან, რომელიც ამბობს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი არ აღიარებს ბრალს და ბუნებრივია, რომ ის გააგრძელებს ბრძოლას თავისი სიმართლის დასაცავად. მანვე აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არსებობს მოლოდინი, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალს საავადმყოფოში დღესვე წარუდგენენ. რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას ედავება თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, რომელსაც დიდი რაოდენობით თანხის მიღება მოყვა. შემდგომში კი ამ თანხების დასასაბუთებლად ამ შემოსავლის, როგორც ირკვევა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიმართა გზას, უკანონო გზას ამ თანხის ლეგალიზებისთვის. მან შეიძინა ესპანეთში სახლი და ამ სახლის საყიდელი თანხის, ასე ვთქვათ, გასათეთრებლად ამ თანხის გააფორმა ფიქტიური ხელშეკრულება, თითქოს და მან გაყიდა მისი წყნეთში კუთვნილი სახლი და ამ ფორმით მოახდინა ამ თანხის ლეგალიზება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორივე ამ ბრალდების მიმართულებით ედავება თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს. პროცედურები არის 48 საათის განმავლობაში და წარუდგინა ბრალდება, ასე დავებიან. როგორც მითხრეს, რომ 48 საათს არ ამოწურავენ ბოლომდე და ეს იქნება დღეს, ის განმავლობაში, რომ ის დროზე არ ვიცი. რეაქციას ეხლას მაგისვა და აღადგენენ ბრალდებას, გადმოგჩენენ მასალებს და ეს მე დეტალებზე ილაპარაკე. რა თქმა უნდა, ეს განსხვავებულია. გამომცემლობის მდგომარეობა, უხელ რეკომენდაცია იყო, რომ კლინიკაში გაეტარებინა, მაგრამ ის მდგომარეობა არ ვიცი. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბრალდება, მისამართით ბრალდება უკვე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა მეორე დღეა პოლიტიკურ სპექტრში. ერთის მხრივ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არის მათი გაცხადებული პოლიტიკის ნაწილი, რომ იქნებიან უკომპრომისო ბრძოლაში კორუფციასთან, ქრთამის აღებასთან და ყველა იმ დანაშაულთან და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ამ დანაშაულის ჩამდენი, ხოლო მეორეს მხრივ ოპოზიციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრალდების არ სჯერა და ისინი ამბობენ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავება არის პოლიტიკური გეგმის ნაწილი და კლანებს შორის დაპირისპირების გამოხატულება. ვინმეს თუ ჯერა, რომ ერთ დღეს შემთხვევითი დახტყვა იყო ბურჭულაძის დაჭერა და ლევან ხაბეიშვილის დაჭერა, არ ვიცი, მაშინ მაძე იყოს ეს ყველაფერი. ფაქტია ერთი რამე, რომ ბიძინა ივანიშვილი და რუსული ოცნების წევრები ძალიან ეჭვიანობენ მათ ყოფილ თანაგუნდელებზე. ფაქტია, რომ ეს ადამიანები წლების განმავლობაში იყავებდნენ უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებს, მათ ჰქონდათ წნომა ძალიან ბევრ საიდუმლო დოკუმენტზე, რაზეც წეხან ჟურნალისტი საუბრობდა, მათ შორის დარწმუნებული ვარ დანაშაულებრივი მტკიცებულებები და ფაქტები და შეიძლება ეს იყოს ვიდეო მტკიცებულებებიც და მათმა გააფრთხილეს ასევე ღარიბაშვილიც, გომელაურიც, ლილუაშვილიც, თუ 4-მდე ან 4-ში რაიმე მტკიცებულება, ვიდეო იქნება, ფაილები იქნება, გადაეცემა ოპოზიციას და ეს ფაქტები გამომზაურდება იგივე ბედიელით. მაშინ როცა ჩვენი ქვეყანა საგარეო გამოწვევებს ებრძოდა და იყო მნიშვნელოვანი საკითხები, უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ამასობაში თურმე ყოფილი თავდაცვის მინისტრი აქ საკუთარი კეთილდღეობის მოწყობაზე სახელმწიფოს ხარჯზე ცდილობდა. ნებისმიერი პირი, ვინც არ უნდა იყოს ის, რა თანამდებობასაც არ უნდა იკავებდეს. თუ კი მას ხელი წაუწდება, თუ კი ის ჩაიდენს დანაშაულს და ეს დანაშაული მით უმეტეს იქნება ესეთი მძიმე, ნებისმიერ შემთხვევაში დანაშაულის შამდე პირს მოუწევს პასუხისგება, ვინც არ უნდა იყოს ის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ კორუფცია ყოველთვის რომელი ქვეყანაში უნდა იყოს, მას ბედავენ.
რა თქმა უნდა, თუ თანამდებობა არ უკავია, კორუფციასთანაც საქმე არ აქვს. კორუფციის ზოგადად აღმოფხრა ნულამდე დაყვანა პრაქტიკულად შეუძლებელი. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რამდენად ეფექტურად მუშაობს სახელმწიფო, რამდენად ებრძვის ამ დანაშაულს და ჩვენ ამ დანაშაულს რომ ვებძვით, იქიდანაც ჩანს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო რეიტინგის მატარებლები ვართ ამ საკითხში მთელ მსოფლიოში, არა მხოლოდ ევროპაში, მთელ მსოფლიოში. ასეც გაგრძელდება და ის ამბიციური გეგმა, რომ ჩვენ მსოფლიოს სამეულში აღმოჩნდეთ, კორუფციასთან ბრძოლის აუცილებლად მიღწეული იქნება. როგორც უკვე გითხარით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორი სხვადასხვა მუხლით აწარმოებს გამოძიებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გეტყვით იმასაც, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე 2021-24 წლებში იკავებდა თავდაცვის მინისტრის თანამდებობას. მადლობა შალვა სუმბაძე მუშაობდა თემაზე.